მოგესალმებით, საღამო მშვიდობის, საერთოდ არ დამიანონსებია ეს ლაივი. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი დამიანონსებინა, რამე პოსტი დამეწერა და დროც დამეთქვა, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, რომ აი ასე თუ შევძლებდი შემოვსულიყავი. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი დაბლილი ნამდვილად არ ვარ. გამოჩნდნენ პირველი მაყურებლები ძალიან საინტერესო, მართლა ყველა ქალისთვის განსაკუთრებით საინტერესო თემით ვარ ახლა მოსული და მინდა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიყუროს. თუ გამოჩნდით უკვე, აი გამოჩნდა პირველი მაყურებელი, რამდენად კარგად ისმის ჩემი ხმა, რამდენად კარგია გამოსახულება რომ დამიწეროთ. მიკროფონი გამიფუჭდა, რომ იცოდეთ, კი არ გამიფუჭდა, რაღაც დაემატა, არ ვიცი, წერს ხმას, მაგრამ რატომღაც შხიტინით, ბღუილით და რა ვიცი, ჭყივილით შეაქვს ჩემი ხმა და ეხლა თან ვიდეო ჩავწერე თქვენთვის. და თან, რა ვიცი, მიკროფონის გარეშე ჩავწერე, იმიტომ რომ ამას არ უნდა შეეშალა არავითარ შემთხვევაში ხელი, რომ ის არ გამეკეთებინა, რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა. გარემოებებმა ვერ უნდა მოახდინონ ჩვენზე გავლენა. და მიდასტურეთ ძვირფასებო, რამდენად კარგად ისმის ხმა და დავიწყებ ძალიან საინტერესო ლაივს. თან გადააზიარეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს დაეხმარება, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება, მისთვის, ვისთვისაც არის დღეს სტოპ ფაქტორი ეს რაღაცები, რაზეც ვისაუბრებ, რომ აღარ გაჩერდნენ და დაიწყონ უკვე მოქმედება. ველოდები პირველივე კომენტარი რომ გამოჩნდება, რომ ისმის და კარგად ვჩანვარ, გადავალ უკვე უშუალოდ თემაზე. შეიძლება მომწერეთ კიდეც, მაგრამ ჯერ ჩემამდე არ მოსულა და ჩემთან არ ჩანს. ვინც ის ტყუილადაც ვლაპარაკობ ამდენს და ხმა საერთოდ არ ისმის. მაგარი იქნება. ისმის კარგად, მადლობ შორე, მადლობა დიდი. მოკლედ, დღევანდელი ჩემი თემა არის ქალი, ბიზნესი და მამაკაცი. მოკლედ, ძალიან საინტერესო თემებზე უნდა გესაუბროთ და მითხარით, რომ ჩემთან ხართ. იმ სტოპ ფაქტორებზეც უნდა გესაუბროთ, ცოტა თვითშეფასებაზე რაც ურტყამს, იმაზეც უნდა გესაუბროთ და საკუთარი გამოცდილება უნდა მოგიყვეთ. ქალი, ბიზნესი და მამაკაცი, რა შუაშია, გაიგებთ ზუსტად ახლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი არ დგამს ნაბიჯებს აი ამ სტოპ ფაქტორების გამო. მოკლედ, ერთი ასეთი რაღაც უნდა მოგიყვეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, ქალი იქნება ეს თუ მამაკაცი იქნება, აბალანსებდეს საკუთარ თავში ენერგიას. ორივე მათგანს აქვს, როგორც იცით, როგორც ქალური ენერგია, ასევე მამაკაცური, ხო? ეს არის ფემინური და მასკულინური ენერგია. თუმცა ხშირად და ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ქალები ხდებით მასკულინური ენერგიის ძლიერი მატარებლები. თუ პროპორციით რო 80% ფემინური ენერგია უნდა გქონდეს და ფემინური ენერგიით უნდა მართავდეთ ჩვენს ცხოვრებას, ანუ ქალები ქალური ენერგიით და 20% მამაკაცურს უნდა ვიყენებდეთ. რა არის მამაკაცური ენერგიების არსი, ხო? მიღწევადობა, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, მიმწოლობა, აი ქვას გავხეთქავ და მაინც გამოვიყვან, ხო? აი რაღაც ასეთი დამოკიდებულება, ლოგიკურობა უფრო და ქალების შემთხვევაში ეს უნდა იყოს ემოციურობა, სიმშვიდე, სიხარული, ინტუიციაზე მინდობა. დღევანდელ მოცემულობაში ქალები უფრო მეტად მამაკაცურ ენერგიებში უფრო ვართ, ვიდრე ქალურ ენერგიებში. დამიწერეთ თუ თვლით თქვენც ასე. პირად ჩემს გამოცდილებას მოგიყვებით ახლა. როდესაც მე ვიყავი მამაკაცურ ენერგიებში, სხვათა შორის ძალიან ბევრი დავუშავე ამით საკუთარ თავს, ძალიან ბევრი დავუშავე ამით ჩემს გარემოცვასაც, მაგრამ რატომღაც ხანდახან ისეთ სიტუაციებში ხვდებით, რომ გვიწევს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობების აღება, ან საერთოდაც არ ვიცით რა არის ქალური ენერგიები, როგორ უნდა ვმართოთ, რა არის მამაკაცური ენერგიები და რა საჭიროა ბალანსი. როდესაც გათხოვილი ვიყავი და შემდეგ როდესაც ოჯახი დავანგრიე, ძალიან გამიჭირდა ქალურ ენერგიებში დაბრუნება და ამაზე ხშირად მუშაობდი ჩემს პირად ქოუჩთან. სანამ ამ მუშაობაზე მოგიყვებით და 1-2 სახალისო ისტორიასაც მოგიყვებით ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ იმდენად ვიყავი მამაკაცურ ენერგიებში,
რომ საერთოდ ქალი მხოლოდ გარეგნულად გავიყავი და შინაგანად ძალიან დიდი ტვირთები მქონდა აღებული საკუთარ თავზე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. მე მახსოვს, ჩემი ყოფილი მეუღლე როგორ მაშინებდა სიტყვებით, რომ შენ თუ წახვალ, ნახავ კაცები როგორ აგეკიდებიან, როგორ შეგაწუხებენ და ასე შემდეგ. რატომ ვუსვამ ამას ხაზს? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი დღეს ზის უმოქმედოთ იმის შიშით, რომ კაცები აეკიდებიან, კაცები შეაწუხებენ, შემაწუხებელ მესიჯებს მისწერენ და მე მახსოვს პირველი პერიოდი დაცილებიდან, პირველი რამდენიმე თვე როგორ მეშინოდა, რომ მართლა ყველა რაღაცნაირად სხვა თვალით შემომხედავდა, ჩემში ვერ დაინახავდნენ პიროვნებას, დაინახავდნენ მხოლოდ ქალს, საკუთარ თავს მისცემდნენ ყველაფრის უფლებას. აი ბოლოსკენ უფრო მიხვდებით ამ ყველაფერს, რატომ ყვები და რა შუაშია საერთოდ ეს ყველაფერი ბიზნესთან და რა შუაშია ნორმალურ ურთიერთობებთან და საერთოდ რა შუაშია ენერგიების ბალანსთან. ფულის კეთებასთანაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბოლოოდ მივდივართ იქ, რომ როდესაც ქალი მართავს საკუთარ ბიზნესს, აკეთებ ფულს ძალიან მაგრად, ხომ? და ეს ეხმარება ვის რა თქმა უნდა ოჯახს. მოკლედ ძალიან დიდი შიში მქონდა მამაკაცების და ტაბუ დავადეთ ემას, რომ მათ არც კი მივყიდდი. ანუ მაშინ მუშაობდი ქსელურ მარკეტინგში, მქონდა პროდუქცია, შემეძლო ვიმეყიდა მამაკაცებისთვისაც, მაგრამ იმის გამო, რომ თავი დამეცვა და მათ არ დაენახათ ჩემში არა პროფესიონალი ადამიანი, რომელიც პროდუქტებს ყიდის, არა კონსულტანტი, არა ლიდერი, არამედ დაენახათ უბრალოდ ქალი, რომელიც გაცილებული აქვს ხმარს და შეუძლიათ ყველაფერი აკადრონ, მას არ შეუძლია თავდაცვა, არის სუსტი და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრე ამ შიშებით და თუ კი მანამდე მქონდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული ჩემს თავზე, მაშინ როდესაც ოჯახშიც ვიყავი და ვაკეთებდი ისეთ რაღაცებს, რაც ქალს არ უნდა გაეკეთებინა, უფრო მეტად გავაძლიერე, როცა წამოვედი, იმიტომ რომ ეს იყო, ესე ვთქვათ, ჩემი თავდაცვა, ან აბჯარი, ან არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, ან შიშებისგან გაქცევა, ან რეალობისგან გაქცევა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მეკეთებინა. მივხვდი რომ დრო იყო გამოვსულიყავი აი ამ ძლიერი მამაკაცური ენერგიებიდან, იმიტომ რომ ჩემგან ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია მიქონდა. აუცილებელია ჩვენ ყველა რა მოცემულობაშიც დავიბადეთ, ხალხო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისევ ჩვენთვის, რომ ვიცხოვროთ იმ მოცემულობაში, რომელშიც დავიბადეთ. უფალმა რაც როგორც შექმნა, მას არაფერი არ იშლება. მე ამის მწამს და როგორც შექმნა, ისე უნდა იცხოვრო, ხო შეიქმენი ქალად, უნდა იცხოვრო ქალად. და ამ დროს რა ხდება? გარემოება ყველაფერი გაიძულებს, რომ იყო მამაკაცის მანტიით შემოსილი, ხო? და ძალიან ბევრი ქალია დღეს ასე, იმიტომ რომ არ აძლევენ საკუთარ თავს დასვენების უფლებას, არ აძლევენ სიამოვნების უფლებას და მით უმეტეს ქალი, რომელიც მარტო ეწევა ამ ცხოვრების ჭაპანს, აქვს ძალიან დიდი შიში, რომ თუნდაც მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს, ხო? დღეს მეცინება, მაგრამ ხშირად მეც მიცინია იმ ნაცნობ მამაკაცებთან ერთად, ვისაც უთქვამთ ჩემთვის, რომ აი ესე რომ გაიქაჩე ეხლა და ესეთი მაგარი ტიპი რო გახდი და აი ესეთი მაგარი რაღაცები რო ისწავლე და მაგარ ბიზნესებს რო მაკეთებ, ხო მიტყვიან შენზე რო ეთყობა ვიღაც ყავს. და აი ამ ვიღაცამ გააკაჩინა და არ ვიცი, შეიძლება ეხლა აქ არ დამიწეროთ კომენტარებში და არ გეყოთ ამისი გამბედაობა, მაგრამ მაინც სადღაც გულის სიღრმეში გექნებათ იმისი შიში და შეიძლება იყოს ქვეცნობიერი სტოპ ფაქტორი, რომ დღეს არ ხართ მამაკაცთან ერთად, გააკეთებთ, რაღაცას მიაღწევთ და ვიღაცა მოგაკერებთ, რომ ალბათ ვიღაცა ყავს, თორემ აი ესე ხომ ვერ გაიქაჩებოდა. რამოდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ აუცილებლად, აი სანამ სულ თავიდან იმ ისტორიებს მოგიყვებით, რომ ვიღაცის ყოლა ან არ ყოლა, ეს არის თქვენი ძალიან პირადი სივრცე, ჯერ. და ამაში საერთოდ არავის შვილსაც კი და მშობელსაც კი არ აქვს ჩარევის უფლება. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც თვითონ განსაზღვრავთ, გეყოლებათ პარტნიორი, მეგობარი მამაკაცი, შეყვარებული, თუ არ გეყოლებათ. ეს არის თქვენი სრული უფლება. თქვენ ხალხო არ ხართ, არც მე სხვათა შორის რომ უკვე შევღონდი შეკითხვებით, მივხვდი რომ უნდა გამეცამ მკაფიო პასუხი და ეს მკაფიო პასუხი არის რომ მე არ ვარ საზოგადოებრივი პროექტი. და მე არ მოქმედებ და ვცხოვრობ იმის გამო, რომ
ვიღაცის ცნობის მოყარეობა დავაკმაყოფილო, ან ვიღაცის სტანდარტებს შევესაბამო და ასე შემდეგ. მე ვარ პიროვნება და სრული პასუხისმგებლობა მაქვს აღებული საკუთარ თავზე და ასე რომ შეკითხვაზე და თქვენც ვაიმე საკუთარი თავის გარდა ვინ გაგაქაჩინებს? ნამდვილად თამარ, ნამდვილად არავინ არ გაგაქაჩინებს და გეტყვით რომ ერთადერთი პასუხი გყავთ თუ არა ვინმე არც კი უნდა იყოს და არც არა. ეს პასუხი უნდა იყოს მე არ ვარ საზოგადოებრივი პროექტი და თვითონ წვეთ მეყოლება ვინმე თუ არ მეყოლება ვინმე. ეს პირველი, მეორე არავის არ აქვს ხალხო უფლება დაარღვიოს თქვენი პირადი სივრცე და თქვენი პირადი საზღვრები და შემოვიდეს იმის იქით, ვიდრე ამისი უფლება აქვს. ეს არის ისეთი სივრცე, სადაც თქვენს გარდა არავინ არ უნდა იხედებოდეს. თქვენ როგორც პიროვნება, თქვენი ღირებულებებით, თქვენი ფასეულობებით, თქვენი ცხოვრების სტილით, თუ ხართ მისაღები და ვისთვისაც ხართ მისაღები, ზუსტად ის ადამიანები მიგიღებენ. ხო და როცა მეუბნებოდნენ ხოლმე ამას რომ შენ რო ასე გაიქაჩე, მერე შენზე რომ იტყვიან რომ ვიღაც ყავს და იმან გააქაჩინა და კიც თავიდან ძალიან ბრაზდებოდი რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამ ხელა შრომა. სხვათა შორის აუცილებლად უნდა გითხრათ რომ მე რაც ვისწავლე ხალხო დადებული ფული არასდროს არ მქონდა. ნასწავლი მაქვს, აი რამდენიმე ათასი და ეს რამდენიმე ათასი ერთნიშნა ციფრით არ იწყება. ერთნიშნა ციფრით არ იწყება. ბანკის დახმარებით, ბანკი ჩემი მეგობარია, ბანკის დახმარებით მაქვს ყველა სწავლება გავლილი და ამდენ პროცენტებს ვუხდი ბანკს. დღეს და ღამეს ვასწორებ. მარტო ხელა დედა ვარ, ვმუშაობ, სწავლობ და ოჯახს მევუვლი და ვიღაცამ ეს მიაწეროს, ვიღაცა მამაკაცს, რომელიც წარმოიდგინა რომ ყავს და იმან გამაქაჩინა, ცოტა პროტესტს იწვევს, მაგრამ და სხვათა შორის აი თამოვარ შალომიძეს кейსი გავიხსენოთ, როდესაც ის კანის ფესტივალზე გავიდა და რაღაცა გარკვეულ წარმატებებს მიაწერა, ყველამ ეს მიაწერა არა თამოს უნარებს, თამოს ნაშოვნ ფულს და ასე შემდეგ, არამედ მის ქმარს, რომელიც თურმე ამ დროს აღარც კი ყავდა. და ჯერ არ იყო ეს ამბავი გასაჯაროვებული და ამიტომ გოგოებო თუ თქვენ გაქვთ იმის შიში რომ არ გაიქაჩოთ, არ გადადგათ წინ ნაბიჯები, არ მიაწვეთ რქებით ამ ცხოვრებას და არ შეისრულოთ ყველა ოცნება იმის გამო რომ ვიღაცას არ ეგონოს რომ ამას ვიღაცა ყავს და იმან გააქაჩინა, მოიშორეთ ეგენი, მოიშორეთ. დამიჯერეთ სულ რომ ადამიანს ყავდეს ვიღაცა და იმან გააქაჩინოს. იმისი გაქაჩინება რა შეიძლება იყოს სიტყვა დაასველოს ვიღაცასთან, უშუამდგომლოს, ფული მისცეს, მაგრამ 20% თუ ვიღაცის არის მთელი 80% მოდის იმ ადამიანზე, ვინც ისწავლა, ვინც იშრომა, ვინც ნაბიჯები გადადგა და ვინც საქმეში გაატარა, ყველა ცოდნა პრაქტიკაში გაატარა, დაიღალა, წაიქცა, წინააღმდეგობა შეხვდა, გადალახა, მადლობთ მზია, ნამდვილად კლასიკურია და იმიტომ საუბრობ ამ ფაქტორებზე, რომ ძალიან ბევრ ქალს აი ეს რაღაცა ატორმუზებს და ჩემთვისაც ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. იმ დრომდე სანამ ცოტა კიდე სითამამეს შევიძენდი და ახლა უკვე ნამდვილად შემიძლია ყველა სათანადო პასუხის გავცე და საერთოდ თუ მენდომება არც კი გავცე პასუხი, ხო, ეს ჩემი უფლება. ნახეთ, ლომის წილი ადამიანებზე მოდის. სწავლაშიც ასე, აი მე რომ ვასწავლი ადამიანებს და მოდიან ჩემთან მენტები, ხო? მე ვეუბნები ამ ადამიანებს, ყველას აბსოლუტურად ერთი და იგივე რაღაცას ვეუბნები, რომ მე გასწავლით, გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. გასწავლით ხეზე ასვლასაც კი, მაგრამ ხეზე თქვენ უნდა ახვიდეთ. 20% თუ ჩემი ჩადებულია თქვენში, 80% თქვენი მოქმედებაა, თქვენი შესწავლის უნარია, თქვენი უნარების განვითარებაა და თქვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ წახვიდეთ წინ. მოკლედ ეს თემა მოვკალით. ენას ძვალი არ აქვს და ძირითადად ვისაც არაფერი უკეთებია ხალხო დამოუკიდებლად და ვინც არ იცის რა არის დამოუკიდებლად ადამიანმა ისწავლო, იშრომო, იწვალო და შექმნა შენი იმპერია, ვარსკვლავური იმპერია და მე თუ შემიძლია დამიჯერეთ ეს ყველა შეგიძლიათ. ეს მხოლოდ იმათ ვერ წარმოუდგენიათ, ვინც კაცის გარეშე ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ წინ, დამოუკიდებლად. და ვისაც რაღაცა პატარა მაინც გაუკეთებია, ის ამას არ გეტყვით, რომ ვიღაცამ გაგაქაჩინათ.
ან შეიძლება ეს თქვენი წინსვლა მათთვის იყოს შიშის მომგვრელი, რომ ან სარკეში ჩაახედოთ საერთოდ, რომ თქვენ რომ ამ რაღაცას აკეთებთ, მასაც უნდა და მას ვერ გამოუვიდა და რომ ვერ გამოუვიდა და თქვენ რომ გამოგივიდათ, ჩაერთო რაღაცა ის მექანიზმი, პროტესტი, შინაგანი პროტესტი, გაუკეთეთ ამას ტკივილებს, ასე ვთქვათ, ტკივილები დაუტრიგერეთ, რეზონირდა მათთან, გულზე მოხვდათ და შემდეგ თქვენს ის რაც თქვენს. ნუ მოკლედ, ვერავინ ვერ გაგაქაჩვინებთ ხალხურ სინამდვილეში, ხო? ერთადერთი, რა ვიცი, ქალის და მამაკაცის ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს ღირებულებებზე, ურთიერთგაგებაზე, ასე ვთქვათ, თავისი როლების სწორად გადანაწილებაზე, აგებული საზღვრების დაცვაზე აგებული, პირადი საზღვრების დაცვაზე აგებული და არა ანგარებაზე, რომ მე კაცმა გამაქაჩინოს. აი, ჩემთვის ეს თავიდან მიუღებელი იყო. სხვათა შორის იყვნენ ადამიანები, ვინც მეუბნებოდნენ, როცა წამოვედი, რომ შენ ჭკვიანი გოგო იქნები, თუ ვინმე ფულიან კაცს იპოვი, გათხოვდები და მაგ პრობლემებს მოიგვარებ და მე მაშინვე ვეუბნებოდი, რომ არც ფული მაკლდა, ჭერიც თავზე მქონდა, პირობებიც მქონდა, საკმაოდ კარგი და ძალიან კარგი ამ ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ურთიერთობაში მთავარი არ არის ეს. სხვათა შორის დღეს ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ამას თავაზობდნენ, რომ გაჭირვებიდან თავი დამეღწია, რჩევებს მეკითხებიან. უკვე. როგორია? როგორ მოგწონთ? ხო. შემდეგი თემა. მოდი დავუბრუნდეთ ენერგიებს და დავუბრუნდეთ ჩემს დამოკიდებულებას მამაკაცების მიმართ. მეც მეგონა გოგოებო, რომ სერიოზულად ვერ აღმოქვამდნენ. მეც მეგონა, რომ ყოველთვის ვენდომებოდი ამ კაცებს ან გასართობად, ან პირადი ურთიერთობისთვის, ან ფლირტისთვის და ასე შემდეგ და გადაკეტილი მქონდა და ძალიან ცუდი წარმოდგენაც მქონდა ზოგადად მამაკაცებზე. მაგრამ მნიშვნელოვანი რამ, რომ მე თუ მინდოდა საკუთარ თავში გამეზარდა ქალი, გამეზარდა ქალური ენერგიები, აღმომეჩინა ჩემი ქალური მხარე, აუცილებელი იყო მიმღებლობა, მამაკაცის აღიარება და მიმღებლობა, იმიტომ რომ სულ ვიძახი ხოლმე, რომ მე თუ ვარ დედოფალი და ამბიცია თუ მაქვს, რომ მე ვარ დედოფალი, სადღაც აუცილებლად არის ან პრინცი, ან მეფე, ხო? ეს ცოტა ისე. მოკლედ, აუცილებლად, ხო? ანუ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს და თუ მე მინდა ჩემს თავში გავზარდო დედოფალი, უნდა ვაღიარო მაინც, რომ სადღაც მეფეა და მოკლედ, კვარიატში ვარ ველნეს უქმებზე და ჩემი კოუჩისგან მომეცა ასეთი დავალება, რომ მამაკაცებში უნდა შემემჩნია დადებითი თვისებები. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც არც ერთ მამაკაცს არ ვაღიარებ და ყველა არის ტირანი, ყველა არის მოძალადე, ყველა არის მოღალატე, ყველა არის ტოქსიკური და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრები ზოგადად მამაკაცის მიმართ არის ფატალურად რთული, ცუდი, მძიმე და აქედან გამოსვლაც არ იყო მარტივი, რამდენიმე თვე დამჭირდა, მართლა ყოველდღე აი ამ კონკრეტული მეცადინეობის გავლა, რომ ერთი კომპლიმენტი გულში, ჩემს გულში მეთქვა მამაკაცისთვის. მოკლედ დავალება არის ასეთი, რომ მაშინ იმ პერიოდში ძალიან აქტიურად ვარჯიშობდი ხოლმე და სარბენად უნდა გავსულიყავი. და სარბენად რომ გახვალო, ანუ მამრობითი სქესის, ბავშვი იქნება, კაცი იქნება, ასაკი დიდი იქნება, პატარა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მამრობითი სქესის მიმართ რაღაცა იმ კონკრეტულ მამაკაცში აღმოაჩინე და შენს გულში უთხარი კომპლიმენტი, ან რა სიმპათიურია, ან როგორ სუფთად აცვია, ან როგორ კარგად გამოიყურება, ან როგორი ჯენტმენია, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც უნდა მეპოვა, რაღაც. მოკლედ ვწვალობ, დავრბივარ, ნუ პლაჟია ხო, უამრავი მამაკაცია, მაგრამ ვერ ვიპოვე რაღაც რითიც შექებას დაიმსახურებდნენ და ჩემს თვალში რაღაცა კარგს დავინახავდი მათში და ნუ როგორც იქნა გოგოებო, როგორც იქნა, მე მივდივარ და წინ მორბის მამაკაცი, აცვია გაფითქინებული თეთრი შორტი და მაისური, გაფითქინებული თეთრი ბოტასები, აი როგორი კაცია, იცით, ვარსკვლავური კაცი, აი ზესიმპათიური კაცი, აი თვალს რომ ვერ მოწყვეთ და ნებისმიერი ქალისთვის რომ საოცნება მამაკაცია და ნუ როგორც იქნა, ნუ რაღაცა, ეხლა აღვწერ ამას ასე. ეხლა აღვწერ როგორ მამაკაცზე გავიფიქრე ის რაც გავიფიქრე მაშინ და მოკლედ ვუყურებ ამ ბიჭს თუ კაცს, რა ვიცი, რაღაცა შუახნის მამაკაც მოდი ასე ვიტყვი და ვამბობ ერთ რაღაცას, რომ ღმერთმა იცის ესეთი გაფითქინებულები რომ აცვია, ან დედა ან ცოლი როგორ დატანჯა. ანუ
ეხლა ვიცინი, მაგრამ რეალურად ჩემთვის მამაკაცი აღიქმებოდა ანჯვის მანქანად. მამაკაცი აღიქმებოდა სტოპ ფაქტორად და სანამ მამაკაცებს ასეთი თვალით ვუყურებდი, გოგოებო, მანამ არ წყდებოდა ჩემს ინბოქსში შემოთავაზებები, მანამ არ წყდებოდა გაცნობის სურვილები, საგრძნობლად იკლო. და როცა ქალურ ენერგიებზე დავიწყე მუშაობა და როცა საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაზე, როცა საკუთარი თავის განვითარებაზე, იკლო და მე ხუმრობდი ხოლმე, რომ გიფები მენატრება უკვე კაცებისგან. დღესასწაულზეც კი აღარ მიგზავნიან გიფებს არათუ გაცნობის შემოთავაზებებს მეთქი. ანუ ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ჩემი უპატივცემულო დამოკიდებულება, ჩემი შიში მამაკაცების მიმართ პირდაპირ აისახებოდა და ზუსტად ასეთ მამაკაცებს ვიზიდავდი. ზუსტად. ვიზიდავდის არ გულისხმობ, რომ ურთიერთობაში შევდიოდი, მაგრამ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ მე შევსულიყავი ურთიერთობაში და სხვათა შორის ამ მამაკაცების უმეტესობა იყო ძალოვანი სტრუქტურებიდან. მე ძალიან მაინტერესებდა ვინ იყვნენ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მათი მესჯები არ გამიხსნია, მე უნდა დამენახა აუცილებლად ვის ვიზიდავდი და ვიზიდავდი მამაკაცებს ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელთანაც მე თუ ჩემს პიროვნებას არ გავზრდიდი და ჩემს შეხედულებებს ვიქნებოდი მსხვერპლი. აუცილებლად ისევ შევიდოდი ისეთ ურთიერთობაში, სადაც ვიღაცა იქნებოდა მოძალადი და ვიღაცა იქნებოდა მსხვერპლი. ზოგადად როგორ არის იცით, რომ თუ ხარ მსხვერპლის პოზიციაში, ხალი ყოველთვის იზიდავ მოძალადეს, ან პირიქით შეიძლება ხალიც იყოს მოძალადის პოზიციაში და მამაკაცი იყოს მისი მსხვერპლი და ჩემი თვალთახედვით და ჩემი აღმოჩენით და ჩემი ამდენი დაკვირვებით და ეხლაც უკვე აი როგორ ვაკვირდები, იცით რაღაცეებს გარედან ძლიერი ხალი აფრთხობს კაცებს. ხო, მე სწორ პოზიციონირებას მოდი ბოლოში ვიტყვი უკვე ბიზნესთანაც დავაკავშირებ, სწორი კაცები მოყავს, შორე. მოკლედ, აი რა ჩემი პროექცია იყო, ხო და გარედან რასაც ვაკვირდები, ამას ვამბობ, დამკვირვებელი რაც გავხდი საკუთარი თავის, აი ამ სიტუაციების, აი ამ ადამიანების, მივხვდი რომ ადამიანი აღარც აი ამის გარეთ რო დგები, აი აქ იწყება ნამდვილი ცხოვრება, როდესაც არც მოძალადი ხარ და არც მსხვერპლი და ხარ ადამიანი, რომელიც აკვირდები ცხოვრებას, აკვირდები მოვლენებს, აკვირდები შენს თვითოულ გადაწყვეტილებას, მოქმედებას და ასე შემდეგ. ადამიანი ხდები დამკვირვებელი და ხდები მიმღები, რომ ამ სამყაროში ამის აღიარებისთვის ხალხო გეფიცებით, დედას ხوار დავიფიცები, დამჭირდა იმდენი თვე, რომ შეიძლება არსებობდნენ კარგი მამაკაცები, ვერ აგიღწერთ პირიდან როგორ ამოვუშვი ეს სიტყვები, მეც არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე რთული რამ, რაც შეიძლებოდა მე მეთქვა. იმიტომ რომ ფაქტია მქონდა ცუდი გამოცდილება და ჩემმა ცუდმა გამოცდილებამ მოიტანა შიშები და მოიტანა ცუდი დამოკიდებულებები და რა ემოციაც მქონდა შიგნით, ზუსტად ის ხდება იმ მოვლენებს ვიზიდავდი გარედანაც. მოკლედ, დასრულდა თუ არა ეს მომენტი და ვაღიარე თუ არა მამაკაცები და სხვათა შორის პირველად მამაკაცის აღიარება, მშობელი მამაკაცის აღიარებიდან იწყება და ეს მოხდა მშობელი მამაკაცის აღიარება მოხდა ველნეს უქმეზე და აგერ გაიმიყურებს და ძალიან დიდი მადლობა გაის რომ 40 წუთი არ დამანება თავისანამ არ მიმიყვანა აი იმ სიტუაციამდე სადამდეც უნდა მივსულიყავი, მერე იწყება რა თქმა უნდა ძმის აღიარებამდე, შვილების აღიარებამდე და ასე შემდეგ. ეს ძალიან ღრმა შინაგანი სამუშაოა და ძალიან დიდი ძალდატანება სჭირდება ამას საკუთარ თავზე, ხო? მოკლედ, როგორც იქნა დავასრულე ეს ამბავი და გადავდივარ მეორე ეტაპზე, როდესაც ხალი ვარ, ბიზნესში ვარ, მაქვს ჩემი ინტელექტუალური ბიზნესი, რაც მოიცავს ჩემს კურსებს, ჩემს სწავლებებს და ეს იქნება სამენტორო კურსები, ეს იქნება, ვთქვათ, დამოუკიდებელი კურსები და სხვათა შორის გოგოებმა თქვეს, რომ შენ რომ სულ ქალებისთვის პოზიციონირდები, ამითი მამაკაცებს განირიდავ და ასე არ არის და ეხლა უნდა ავხსნა. თავიდან რა თქმა უნდა არ მოდიოდნენ მამაკაცები ჩემს კურსებზე და ვგრძნობდი რომ ამ ადამიანებს ვისხლეტდი ჩემი შინაგანი მდგომარეობით. რაღაცნაირად ვფიქრობდი რომ მამაკაცები ყოველთვის იფიქრებენ რომ ქალისგან რატომ უნდა ვისწავლო.
ნახეთ, აი ცოტა შეიძლება ეგოც იყოს, აქან ქალმა მე რა უნდა მასწავლოს და მე თვითონ ვერ ვფიქრობდი ასე სხვათა შორის, ვიდრე თვითონ ის კაცები. და როდესაც უკვე ძალიან სერიოზულად მივდექი ამ ამბავს და ვთქვი, რომ მე პოზიციონირდები, რას ნიშნავს, მე პოზიციონირდები ქალი, რომელიც არის ასეთი და ასეთი ადამიანებისთვის. ანუ კი, ქალების გაძლიერებისთვის ვაკეთებ ყველაფერს და ყველაზე მეტი ჰეითერი მყავს კაცი ხალხო. თუ კი მე ვინმე მერჩიან კაცები, ოღონდ როგორი ტიპის კაცები, მოძალადე კაცები, ტოქსიკური კაცები, უკვე ეს კატეგორია, კაცების ეს კატეგორია ვეღარ მიტანს. შიშარა კაცები და აი ქალებზე მოძალადე კაცები, თორემ ასეთ კაცებს, მამაკაცებთან ვერაფერი ვერ გავუვათ, ხო, რეალურად და ვისთანაც გასდით, იმათთან ძალადობენ და შემომდის ინბოქსში მესიჯები, რომ ჩემო დაიკო, იცი რა, შენ ჩემ ცოლს აგიჟებ, იმიტომ რომ იძახი, რომ კაი ცხოვრება არსებობს. დიახ, კაი ცხოვრება არსებობს. დიახ, კარგი ცხოვრება არსებობს. ხო, ჩემმა ცოლმაო ერთხელ ერთი კაცი კომენტარებს, ჩემმა ცოლმა შენი ვიდეო გადმომიგზავნა და მითხრა, რომ დასვენება სჭირდება და მე რომ ვმუშაობ, რას მიკეთებს მთელი დღე. ანუ როგორც ყოველთვის ქალი მიუღებელი, ქალი დაუფასებელი, ქალს აღიარება არ აქვს, მთელი დღე საოჯახო საქმეები თუნდაც რამხელა ენერგიას, რამხელა შრომას მოითხოვს, მამაკაცისთვის, აი ასეთი მამაკაცებისთვის ეს სულ ერთია. და ასეთი მამაკაცები აპროტესტებენ, სადაც საუბრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე თქვენ გონიათ, რომ თქვენ რო სამსახურში ხართ, თქვენი ცოლები ისვენებენ, მათაც სჭირდება დასვენება, ქალს სჭირდება ფინანსები თავისი, ქალს სჭირდება განვითარება, ქალს სჭირდება სწავლა. აი ამის გამო მლანძღავენ მამაკაცები და მლანძღავენ ასაკში შესული ქალები. ნორმალური ადამიანები არ მლანძღავენ, მაგრამ სხვათა შორის აქ ჩემმა თანაკურსელებმა მომილოცეს ექსპერტობა, იმიტომ რომ სანამ არ მიხვალ ექსპერტის დონეზე, მანამ რეალურად არავინ არ გერჩის არაფერს, ხო? ასე ვთქვათ, სანამ რაღაცა გარკვეულ მასშტაბებზე არ გავალ. მოკლედ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ამან გამოკვეთა ის, რომ მხოლოდ ქალებისთვის კი არ ვარ ისეთი მამაკაცებისთვის, რომელიც მიყურებენ და აღმიქვამენ ბიზნესის წარმომადგენლად. და ამან გამოიწვია ის, რომ დაიწყო მამაკაცების მოკითხვადობა რა კუთხით. ყიდულობენ ჩემს კურსებს. პირველად დაიწყეს ვიდეო გაკვეთილების შეძენა. მერე დაიწყო უკვე უკავშირები, რომ სხვათა შორის ერთ-ერთმა მამაკაცმა რაც მომწერა ისტორიაშიც მქონდა მაშინ გაზიარებული ვოისის სახით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კურსი ქონდა გავლილი, მე ჯერ ასეთი ძლიერი თემა copywriting-ზე, მარკეტინგული ტექსტების წერაზე არსად არ მომისმენი ასეთი პრაქტიკული რჩევებით და ნუ მოკლედ ძალიან კარგად გამოვიყენებ ამას და ვოისი რომ მომივიდა მამაკაცისგან პირველად ამიტანა შიშმა რომ ვაიმე ახლა ვინიცის არ მოეწონა, ვაიმე ახლა მადლობა დიან საღამომშვიდობის, ვაიმე ახლა ვინიცის არ თქვას რომ ტყუილად გადაყარა ფული, ან მე ვის რა უნდა ვასწავლო, იმიტომ რომ მე ხომ ზოგადად მამაკაცებისგან ვიყავი მიჩვეული ძალადობას, დამცირებას და ჩემზე კარგი მამაკაცებისგან მე ჩემზე კარგი არაფერი არ მესმოდა. ჩემ პირად ურთიერთობებში ვისთანაც ყოფილვარ, ხო? არ მესმოდა ჩემზე კარგი არაფერი, თუ არა დამცირება და თუ არა შეურაცხყოფა. ამიტომ რატომღაც პირველი რაც ამამაკაცისგან გამიჩნდა იყო მოლოდინი, რომ რაღაცა უარყოფით მომწერდა და ეს აღიარება რაც მისგან მივიღე ღმერთო ჩემო, ჩემთვის იყო ღვთების შესხმა. იმიტომ რომ მივხვდი რომ კაცებმა დაიწყეს სერიოზულად ჩემი აღქმა, დანახვა და აღიარება. ქალებს ყველაზე მეტად განსაკუთრებით ვინც ბიზნესში არიან, აი ამ ქალებს დღესაც კი უჭირთ მამაკაცების სივრცეში თავის დამკვიდრება, იმიტომ რომ კაცმა ყველაფერი იცის, კაცი ყველაფერს აღწევს, სკოლაშიც როგორ არის, ხო, ბიჭია და უეჭველი ტექნიკურ საკითხებს კარგად ისწავლის, ამ დროს გოგოები უფრო მეცადინეები და ბეჯითები არიან და თანაბრად შეუძლია, ფსიქოლოგიურადაც დადასტურებული ფაქტია, რომ თანაბრად შეუძლია ქალს და მამაკაცს წარმატების მიღწევა, მაგრამ მამაკაცების კორპორაციებში ქალებს ნაკლებად აღიარებენ. და ჩემთვის ეს სხვათა შორის ძალიან კარგი ბიზნესის წარმომადგენლისგან იყო ცოტა უცხო და აი ფრთების შემესხა და მივხვდი რომ მათ ჩემი დანახვა დაიწყეს და თუ მე ჩემი პოზიციონირებით, ჩემი კონტენტით, ჩემი სტორითელინგებით და ასე შემდეგ სწორად პოზიციონირდებოდი და ვაჩვენებდი რომ როგორი ტიპებისთვის ვარ,
როგორ რას ვუჭერ მხარდაჭერას, რომ განვითარებას, სწავლას, მოქმედებას, ქალებს და ასეთი განვითარებული მამაკაცების სხვათა შორის და შინაგანად განათლებული მქონე მამაკაცები არასდროს აკნინებენ ქალის ძალას და ცოდნას. მოკლედ, დავინახე, დავიჭირე და მას მერე ხდება რა, მივიღე. მადლიერება გამოვთქვი ამის მიმართ. მას მერე იწყება ის, რომ ძალიან ბევრმა მამაკაცმა შეიძინა ჩემი ვიდეო გაკვეთილები. და მომდის სულ დადებითი უკავშირები და ჩემი თხოვნის გარეშეც კომენტარებში წერენ, რამდენად სასარგებლო კურსია. ანუ მე კი არ განმიხილავენ, რომ როგორი ლამაზი ქალი ვარ, ლამაზი თვალები მაქვს, ჩემი გაცნობა რო უნდათ და ჩემთან მეგობრობა რო უნდათ და ასე შემდეგ. ანუ ჩემს პიროვნებას კი არ განიხილავენ, ანუ მე როგორც მხოლოდ ქალს ასე კი არ მიყურებენ, უკავშირს აკეთებენ ჩემს სასწავლო კურსებზე. და ესეც არის ჩემთვის ფრთების გაშლის მიზეზი, იმიტომ რომ მათ დაინახეს პროფესიონალიზმი და არა ქალი. იმიტომ რომ რაც არ უნდა ესეთი იყოს მიმოწერაში, მაინც ყოველთვის იგრძნობა ხოლმე მამაკაც თუ ხელი გაექცევა ქალის მიმართ, ხო? და ეს არ ყოფილა. და შემდეგი უკვე იწყება თანამშრომლობა როგორც მენტორის და უკვე მამაკაცები მწერენ, რომ თქვენთან მინდა სწავლა, მინდა იყოთ ჩემი მენტორი და აი ეს არის ყველაზე დიდი აღიარება, რომ ჩემში თქვენ ისე ჭკვიანურად საუბრობთ, იმდენად ნამდვილი ხართ, ანუ რატომ ყოველთვის ხალხო იკითხეთ თქვენამდე რომ ადამიანი მოდის, ან თქვენთან აი ხა ქსელურის გოგოები მიყურებენ, ან თქვენთან დარეგისტრირდა, ან თქვენგან რაღაც იყიდა, ან რაიმე არ ვიცი რა სერვისს თავაზობთ, რა მომსახურებას ეს შეიძინა ადამიანმა, ყოველთვის კითხეთ რომ რატომ ამირჩიე მე, ეს კითხვა ყოველთვის მაქვს. და ჩემ შემთხვევაში ვინც ჩემთან მოდის ბრენდინგზე იქნება ეს თუ გაყიდვად კონტენტზე თუ ქსელური მარკეტინგის სტრატეგიაზე, ყველა მოდის იმიტომ რომ შენ ხარ ნამდვილი, შენ ხარ სანდო, შენ გენდობით, შენი საუბარი მოგწონს, შენი კონტენტი მოგწონს, რასაც აკეთებ მოგწონს და მოკლედ აი ეს ადამიანები მოდიან იმიტომ რომ დაინახეს ჩემში ცოდნა და გამოცდილება. და დაიმსხრა ჩემ შემთხვევაში და ძალიან მადლიერი ვარ რომ დაიმსხრა ჩემ შემთხვევაში ის რომ მამაკაცები შემომხედავდნენ, ნახეთ რა მქონდა შთაგონებული ტოქსიკური მამაკაცისგან, რომ შენ კაცებს მხოლოდ გასართობად ენდომები, კაცები შენთან მხოლოდ სხვა მიზნებით მოვლენ, მხოლოდ ასე დაგინახავენ, კარებზე დაგიკაკუნებენ და ასე შემდეგ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მაგრამ დღეს უკვე მე აი ეს რწმუნებულება შევცვალე იმით, რომ მამაკაცებმა დამინახეს და გააკეთეს აღიარება ჩემი როგორც ქალი პროფესიონალის. ჩემი როგორც ქალი ბიზნესმენის. და ეს ყველაზე მეტად მახარებს და მაბედნიერებს. ამიტომ თუ თქვენთვის დღეს არის შიში მამაკაცების, ჩაიხედეთ შიგნით, რამდენად მიმღებლები ხართ, რამდენად თქვენში ქალური ენერგიები არის, რამდენად იცავთ ზოგადად ენერგიების ბალანს და რას ფიქრობთ თქვენზე როგორც ქალზე, საკუთარ თავზე და ზოგადად რა წარმოდგენა გაქვთ მამაკაცებზე, იმიტომ რომ შეუძლებელია იყოს მთვარე და არ იყოს მზე. შეუძლებელია იყოს დღე და არ იყოს ღამე. ყველაფერი აი ასე ინი და იანს რომ ეძახიან, ხო? ინი და იანი რა კარგია. ყველაფერი აი დონეებით არსებობენ ადამიანები ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქალებშიც არის ძალიან დაბალი დონე. ქალებშიც არის საკუთარი თავის უპატივცემულობა, ქალებშიც რა თქმა უნდა არის გარყვნილება. როგორ არ არის, ამას როგორ ვერ ვხედავთ. ძალიან ბევრი გარყვნილი ქალია, ძალიან ბევრი აღვირახსნილი ქალია. ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს. მადლობა სალომე. ძალიან დიდი მადლობა. ასევე არიან მოძალადე მამაკაცები, ასევე არიან ტოქსიკური მამაკაცები, ასევე არიან არაკაცები, მაგრამ თუ კი ქალი შეიძლება იყოს უფრო მაღალ ფარდოვან, მაღალ საფეხურზე, ხო, მაღალი განვითარების დონეზე, მაღალი თვითშეფასება კონდეს, იყოს კეთილსინდისიერი, იყოს მიდრეკილი განვითარებისკენ და მთელი ცხოვრება მიდიოდეს წინ და წინ და წინ, ხო? ასევე არიან მამაკაცებიც. ასევე არიან მამაკაცებიც და სულ გარყვნილები და მოძალადეები და ტოქსიკურები და ასე შემდეგ უბრალოდ შეუძლებელია რომ იყვნენ. ამ თემასთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ აქვე და აუცილებლად გიპასუხებთ. სალომ, ძალიან დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის, ხო?
მოკლედ, ეს არის ის თემა, რაზეც ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ ესაუბრა. შეიძლება ჩამოვწერო კიდეც ეს ლაივი და YouTube-ზეც ავტვირთო რომ დარჩეს, იმიტომ რომ არც ერთი ქალისთვის ტოქსიკური მამაკაცი არ უნდა იყოს ტოპ ფაქტორი მის განვითარებაში, მის ცხოვრებაში, მის წინსვლაში. არც ერთი ქალისთვის საზოგადოება არ უნდა იყოს ტოპ ფაქტორი, იმიტომ რომ გოგოებო, ჩემო ძვირფასებო და არ ვიცი ბიჭებო თუ მიყურებთ, ჩვენ არ ვართ საზოგადოებრივი პროექტი. არ ვართ საზოგადოებრივი პროექტი. აი, მარტივი მაგალითის საფუძველზე მოგიყვანთ, ხო, ეს არის ჭიქა. ნუ ახლა ამაში არის ჩემი ყავა, მაგრამ არაუშავს და მოდი აქვე იყოს ეს სალფეტკი. აი, ჩათვალეთ, რომ ეს ჭიქა არის საზოგადოება და ჩვენ ვართ ეს სალფეტკი და ამ ჭიქაში არ ჩადის. არ ჩადის. ცოტას ახლა მე ამას დავხრი, რომ დაინახოთ რისი გაკეთება მინდა. დაიმახსოვრეთ, ხო, ჭიქა არის საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ყავა. და აქ არის სალფეტკი. ახლა საქმეს ვიჩენ მე. ხო? ვერ მოვდივართ ამ საზოგადოებასთან, რაღაცა წირო მივდივართ, წირო წავიდეთ, ვერ ჩავეტევით ამაჩ, ხო? მათ ვერ ვერგებით, ამ ჭიქას ვერ ვერგებით, ვერ ჩავდივართ შიგნით. იმისთვის რომ ამ ჭიქას მოვერგოთ, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავნაკუწდეთ. უნდა დავიხეთ, უნდა გავწყდეთ, უნდა გავნადგურდეთ, უნდა საკუთარ ოცნებებზე უარი ვთქვათ, უნდა საკუთარ თავზე უარი ვთქვათ, საკუთარ ქალობაზე უარი ვთქვათ, საკუთარ პიროვნებაზე უარი ვთქვათ და როგორღაც საზოგადოების მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ. მე არ ვარ საზოგადოებრივი პროექტი. რამდენჯერაც ვიღაცის გამო, ხალხი რა სიტყვის გამო, მამაკაცების შიშის გამო, ტოქსიკური მამაკაცების შიშის გამო, კარგი კაცების არ გეშინოდეთ. უარ სიტყვით, საკუთარ წინსვლაზე, საკუთარ განვითარებაზე და თავის დამკვიდრებაზე იმდენჯერ გაიხსენეთ ეს. იმდენჯერ გაიხსენეთ ეს, აი ამას აკეთებთ. საკუთარ ოცნებებს, საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას ანგრევთ ანაკუწებთ იმის გამო, რომ საზოგადოებრივი სტანდარტები დააკმაყოფილოთ. ასე რომ ცოტა გამიგრძელდა 15 წუთიანი ლაივით რო შემოვდივარ ხოლმე და საათამდე მიგრძელდება ხო მაგარია გოგოებო. ძალიან მაგარია. ასე რომ აი როცა ამას გააცნობიერებთ ახლა რაც მე გაჩვენეთ და ამას ცოტა უფრო ადრე მივხვდი, აუცილებლად ძალიან ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში. თქვენ აღარ იქნებით თქვენი ცხოვრების ქურდები. იმიტომ რომ სანამ სხვისთვის ცხოვრობთ, სანამ სხვისი აზრების მიხედვით ცხოვრობთ, სანამ სხვისი ოცნებების ასრულებისთვის ცხოვრობთ, თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების ქურდი. რა ვიცი, მე ვერ დავთანხმდი საკუთარი ცხოვრების ქურდობას, ვერ დავთანხმდი. და მე ავირჩიე რომ ვიყო ჯერ შემდგარი პიროვნება, ვიყო ქალი რომელიც მუდმივად ვითარდება, ავირჩიო ვიყო ქალი რომელიც სიამოვნებას იღებს ყოველი დღისგან, სიამოვნებას იღებს ურთიერთობებიდან, ქალი რომელიც სიამოვნებას იღებს თავისი საქმიანობიდან, რომელიც მუდმივად ვითარდება როგორც ვთქვი და რომელიც ისრულებს სურვილებს და ოცნებებს. ასე რომ ნამდვილი ქალური ქალი ასეთია. ხანდახან მეგონა ხოლმე რომ ქალურ ენერგიებში იყო ქალი რომელიც მამაკაცის წინ ფეხებს აბაკუნებდა და სურვილებს ასრულებინებდა. არა. ორივე ენერგიები გვჭირდება ხო და განსაკუთრებით წელს სხვათა შორის პოსტიც დაოწერე რომ მხოლოდ წელს ვარ გოგოებო მზად იმისთვის რომ ჩემში ქალური ენერგიები და მამაკაცური დავაბალანსო და ვიყო მიზანდასახული, შეუპოვარი, შეუჩერებელი და ლოგიკური ნაბიჯები და სტრატეგიული ნაბიჯებიც გადავდგა და ვიყო ამავდროულად ძალიან ქალური, რომ ამ ყველაფერთან ამდენ მუშაობაში არ დამავიწყდეს, რომ უნდა ვისიამოვნო, რომ უნდა დავისვენო, რომ უნდა სურვილები შევისრულო და უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ როგორც ხასიათზე ვარ, აი ესეთი ხასიათის მივიღოთ ჩემი ქალი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უფლება სევდის. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ხანდახან დედაკაცები, რომლებიც დივანზე კოტრიალობენ და ვიღაცებს ჭორავენ. ჩვენ გვაქვს უფლება ხანდახან ვუყუროთ სერიალებს. ხო, გვაქვს უფლება სერიალების ყურების და მე მეგონა რომ ეს იყო ყველაზე დიდი დროის კარგვა. არა, გვაქვს ამისი უფლებაც.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს საკუთარი თავები, საკუთარი ოცნებები, საკუთარი მიზნები და ყოველდღე ვიმუშაოთ ამისთვის, არ გავხდეთ ქურდები, ჩვენი ცხოვრების ქურდები. აი ეს იყო მიზანი, მე აუცილებლად ჩამოვწერ აი ამ ლაივს, რომ YouTube-ზე ავტვირთო და შევინახო, მაგალითი ხარ ყველა ქალისო, ძალიან დიდი მადლობა დიანა. არ შეგეშინდეთ, არ შემოუშვათ ადამიანები პირად სივრცეში, თუ შეგეკითხებიან არავინ ყავს, არც არა უთხრათ, არც კი. საკუთარ წარმოდგენებში წარმოედგინონ ის, რისი დანახვაც უნდათ. არ დაუკმაყოფილოთ არავის ცნობის მოყარეობა და თუ შეგაწუხებენ განსაკუთრებით შინაური ადამიანები და შინაური გარემოცვა რომ ან ვინმე გჭირდებათ და რატო ხართ მარტო, ან მე ხუთე შვილს რატომ არ აჩენ, ან ამას რატომ არ აკეთებ, ან იმას რატომ აკეთებ, ძალიან მარტივად გაიცით პასუხი. მე არ ვარ საზოგადოებრივი პროექტი. მორჩა და დამთავრდა. ამაზე მეტის თქმა აღარ არის საჭირო. არც არავის არაფერი ეფიცოთ და არც არავის არაფერი უმტკიცოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და დამიჯერეთ, ვინც არ უნდა თქვას, რომ ვიღაცა კაცის დახმარებით მიაღწიეთ რაღაცებს, ვიღაცა კაცი დარწმუნებული იყავით, რომ დაგხმარებოდათ, სამუშაო, სამოქმედო, სასწავლი და გასაკეთე მაინც თქვენი იყო. დაღლა მაინც თქვენზე იყო. 20% თუ ვიღაცის იყო, 80% თქვენზეა, ასე რომ ამ ყველაფერმა არ შეგაშინოთ და იცოდეთ, რომ დაგინახავენ, სწორად დაგინახავენ მამაკაცები და დაგინახავენ სწორი მამაკაცები, როდესაც გექნებათ მყარი, მკაფიო, მჟღერი პოზიციონირება, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, ვისთვის ხართ, რას აკეთებთ და რატომ უნდა მოგმართოთ ადამიანებმა თქვენ. რატომ? სანამ ჩუმად ხართ, სანამ გრცხვენიათ, სანამ იმალებით, სანამ ჩრდილში ხართ, სხვა ადამიანები გხედავენ ისე, როგორც თვითონ უნდათ რომ გხედავდნენ და როცა უკვე მკაფიო მჟღერი ხართ და ხმასაც ამოიღებთ, ზუსტად ისე დაგინახავენ, როგორც უნდა გხედავდნენ, როგორც თქვენ გინდათ რომ გხედავდნენ. და მე ბრენდინგი სხვათა შორის ხალხო, სამჯერ მაქვს გავლილი ბრენდინგი, პირველად როცა ქსელურ მარკეტინგში ვიყავი, მეორედ როცა მენტორობა ვისწავლე, მაგრამ ამათ შუაში იყო პერიოდი, როდესაც ჩირქი მოეცხო ჩემს სახელს, როცა ოჯახიდან წამოვედი, იმიტომ რომ თუ ქალი პატიოსანია ის ოჯახს არ დაანგრევს, ან ვიღაცას გაეკიდა იმის გამო დაანგრია და ასე შემდეგ 1000 სიბინძურეა. განათხოვარი ქალის გარშემო, განსაკუთრებით რამდენიმე თვე სანამ რეალობას არ დაინახავენ ადამიანები და აი ამ პერიოდში, იმისთვის რომ მთლიანად არ დაუნგრეულიყავი და გაუნადგურებულიყავი, უკანასკნელი თეთრები ჩავდე ბრენდინგში და ვიმუშავე საკუთარ რეპუტაციაზე, რადგან იყო პერსონალური ბრენდი, ნიშნავს ჩამოაყალიბო რეპუტაცია და იქონიო გავლენა. ეს არის და ეს. და აი ზუსტად ამიტომ მიყვარს ბრენდინგი, რომ ყველაზე რთულ დროს ჩემს რეპუტაციაში დამეხმარა. მყარი რეპუტაცია რომ მქონოდა, ამაში დამეხმარა. დღეს ეს ჩემი საქმიანობა და სხვა ადამიანებს არ ვიცი რამდენად რეპუტაცია უნდათ, მაგრამ ბიზნესის განვითარებაში, შემოსავლების და ცნობადობის ზრდაში რომ ნამდვილად ვეხმარები და ჩამოყალიბებაში როგორ წავიდნენ წინ, ეს ნამდვილად ვიცი. ასე რომ მადლობა იმ მამაკაცებს, ვინც დამინახეს, ვინც დაინახეს ჩემში ცოდნა, ვინც შეაფასეს ჩემი კურსები, ვინც შეაფასეს ჩემი პროფესიონალიზმი და იმ მამაკაცებსაც მადლობა, ვინც ვხედავენ სასურველ ქალად, იმიტომ რომ აუცილებელია რომ მამაკაცები ვხედავდნენ ქალად. ოღონდ სანამ ეს მე არ მივიღე, მანამდე მე სირცხვილებოდა გოგოება. ასე რომ ცოტა თამამი ლაივი იყო, მაგრამ მე არ მეშინია თამამად საუბრის, არაფერი არ არის აქ საშიში. ვიცი ჩემი პოზიციები რა არის, ვიცი ჩემი ღირებულებები რა არის, ვიცი ჩემი წითელი ხაზები რა არის, ვიცი სადამდე კი და სადამდე არა. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, გახდით უფრო მეტად თავდაჯერებულები და იცით რა, გქონდეთ ისეთი პოზიციონირება, გქონდეთ ისეთი მყარი პოზიციონირება, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ადამიანებმა სახლშიც და გარეთ მე არ ვიძახი რომ მარტო სოციალურ ქსელში ხალხო არა, სახლშიც გარეთ მეზობლებთანაც, მეგობრებთანაც, მშობლებთანაც, ბავშვების მშობლებთანაც იმ გარემოცვაში სადაც ტრიალებთ, გქონდეთ ისეთი პოზიცია რომ თქვენ ამბობდეთ საკუთარ თავზე ვინ ხართ და რას წარმოადგენთ და სულ ერთი იყოს ხვები რას იტყვიან. სულ ერთი იყოს და თქვენზე ზუსტად იმას ამბობდნენ, რაც თქვენ გინდათ რომ თქვან. ეს არის და ეს. ასე რომ
ამის ჩაშლაც კი შეიძლება კიდევ, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება ახლა ეს ბოლო ფრაზა, რაც ვთქვი, რომ ეს ჩავშალო. მაგრამ იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ ისაუბრებთ თქვენს თავზე, ამას გააკეთებენ სხვები თქვენს ნაცვლად და რა ვიცი, 1000 ისტორიას შეთხსავენ თქვენზე, თუნდაც თქვენს პროფესიონალიზმზე. ამიტომ თამამად გაბედეთ და თქვით. ხო, ამას უკავშირდება რომ ფასის დასახელებაც სხვენიათ ადამიანებს, რომ რა სიტყვენ, რა სიფიქრებენ და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ბევრი რაღაც უკავშირდება ამას, ვინ რა სიფიქრებს ჩვენზე. და საზეპიროდ გაძლევთ. თქვენ არ ხართ საზოგადოებრივი პროექტი. მე არ ვარ საზოგადოებრივი პროექტი და ვისაც თქვენი, ვისაც ჩემი ღირებულებები, ფასეულობები მოსწონს, ვისაც მე, თამთა გოგო, თამთა პიროვნება, თამთა ბიზნესმენი, თამთა მენტორი მოსწონს, ის იქნება ჩემთან და არა ყველა არც უნდა იყოს. ყველას ადგილი ჩვენს გვერდით არ არის. ასე რომ ძალიან მარტივად ეხლა ნათია შემომიერდა და ნათია შეკითხვა იყო ასეთი რომ როცა შენ თამთა პოზიციონირდები მხოლოდ ქალებისთვის, ამით ხომ იმ მამაკაცებსაც აფრთხობ და აგერ ნათიას უნდა უთხრა რომ მე დავაფრთხე ტოქსიკური მოძალადე უმაქნისი ასე ვთქვათ ბირჟავიკი უკაცრავად ამ გამოთქმაზე, მაგრამ ბირჟავიკი მამაკაცები და აი ასე რომ დანასატრიალებენ ხოლმე და ასე რომ კაცობენ, ასეთი მამაკაცები ნამდვილად დავაფრთხე. ქალებზე მოძალადე მამაკაცები დავაფრთხე, მაგრამ ამასთანავე დამინახეს მამაკაცებმა, რომელიც ძალიან სერიოზულ ბიზნესებში არიან, ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევიან და ხო, კიდე დამავიწყდა, რომ არა მხოლოდ მენტორობაზე მომმართეს და არა მხოლოდ კურსებზე, არამედ ტექნიკურ საკითხებზე, რომ აი ამას რო ვერ ვაკეთებ ტელეფონში ეს როგორ და უკვე ისე ხედავენ, რომ აი ამ ტექნიკურ საკითხებშიც რომ ერკვევი და ამაშიც შეგიძლია მათი დახმარება და ძალიან მიხარია სწორ პოზიციონირებას მოყავს ჩვენამდე სწორი ადამიანები. ძალიან მიყვარს შენი სიმართლის საუბარიო. გმადლობ დიანა. ნეტე შეკითხვები თუ არ რაღაცა, სულ 2 წუთი დავიცდი და მერე დაგემშვიდობებით. ჩემი აშხიტინებული ვიდეო უნდა, ასე ვთქვათ, მინდა რომ დღეს მოვასწრო და დავადო ტიტრები და აგიტვირთავთ კიდეც თუ არა და ხვალდილით მაინც გავაკეთებ ამას. აშიშხინებული იმიტომ რომ რა ვიცი რა დაეტაკა ჩემს მიკროფონს, რომელიც სულ ახალი შეძენილი მაქვს. მე მგონი არ არის ხო შეკითხვები. კარგით. თუ რაღაცა იქნება, მოვა მესიჯის სახით აუცილებლად და გიპასუხებთ. მადლობა გოგოებო, რომ ჩემთან ერთად იყავით მთელი რამდენი წუთი, რამის 1 საათი. კი, რამის 1 საათია ჩემთან ერთად ხართ. უდიდესი მადლობა ამ დროის დათმობისთვის, ყურადღებისთვის, გისურვებთ უდიდეს წარმატებას. და გისურვებთ რომ იყოთ ძლიერი ადამიანი ბრენდები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.